აი ხა უნდა მოუყვე აუცილებლად ეს ამბავი 2011 წლის მარტია ალბათ აი ეს სახლებიდან მუშაობთ როდესაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა კეთი ხუციშვილმა ვიღაცის პირით შემომითვალა რომ ჩვენთან ახლა იქნება გრანტები კერძოდ დავაფინანსებთ $8,000 ფარგლებში ოფისის ქირას, საოფისე ავეჯს და ტექნიკას. ანუ კომპიუტერად ჩვენ არ გქონდა არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. გამიკვირდა რომ სოროსის ფონდის მხრიდან ესეთი შემონათვალი იყო, ძალიან გამიკვირდა, თუმცა ნუ რახან იყო, აუდიტით დავწერეთ პროექტი და მიცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ ჭირდებოდა ეს ამბავი და შემდეგ დაურეკე ზვიად ქორიძეს, რომელიც იყო ბორდის წევრი და მე ვთხარი რა არის მეთქი ახლა ეს და მე რატომ ეუნებიო მედია პროექტების კოორდინატორი არისო ალეკო ელისაშვილი. ეხლა ყველანი კარგად ხვდებით რას ნიშნავს 2011 წელს სოროსის ფონდში მედია პროექტების კოორდინატორის პოსტი. ამ ადამიანს რა აქვს ალაპარაკო იმაზე რომ დაუშვათ იქ ოპოზიციონერი ჟურნალისტი იყო, ან ზოგადად დღეს წარმოადგენს რაღაცას. მეორე ეგეთი შემთხვევა იყო, ალბათ მნიშვნელოვანი დეტალია ეს პირველში ახალგაზრდება მინდა იცოდნენ, იმიტომ რომ აქ რო დარბიან არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით და მოწოდებებით დარბიან ძირითადად, იყო რაღაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე იყო გრანტები $12,000 ფარგლებში და მე მაშინ წარვადგინე 16 გამოძიებას გავაკეთებდი $8,000-ად, თუმცა გრანტი აიღო ერთ-ერთმა ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც შეიტანა პროექტი 5 გამოძიება უნდა გაეკეთებინა $12,000-ად და გააკეთა მხოლოდ ერთი საბოლოოდ.